გამარჯობათ. ამ ჩვეულებრივ და არაფრით განსაკუთრებულ სამზარეულო მოწყობილობაზე იმდენი აშკარად ცრუ რეკლამა ვნახე, რომელიც როგორც ჩანს მოქმედებს და შეცდომაში შეჰყავს ადამიანების ნაწილი. და შედეგად შეცდომაში შეყვანილი ადამიანი ყიდულობს მოწყობილობას, რომელიც არაფერში სჭირდება, აქვს მისგან არასწორი მოლოდინები და პლუს სახლში ქმნის პროდუქციას, რომელიც არანაირად არ არის ჯანსაღი და ვერც მაღაზიაში ნაყიდ სჯობია ვერც ფასით და ვერც ხარისხით. დავიწყო ციცრუით. ხდება კვების მრეწველობის დემონიზაცია. ვიღაც ქალბატონი წივილ-კივილით გვამცნობს, რომ გაყიდვაში არსებული ზეთები არ შეიძლება 7-8 წლის ბავშვების საკვებად იქნეს გამოყენებული და გვიჩვენებს რაღაც წარწერას, თუმცა არ აჩვენებს რომელ ზეთზეა საუბარი. შემდეგ მოაქვს დასკვნა, რომ ვაიმე თურმე რა შხამს ვჭამთ და უბრალოდ მე თვითონაც პანიკაში ჩამოგდო. დამაინტერესა და სულ გადავაქოთე უახლოეს სუპერმარკეტში მზესუმზირასა და სიმინდის რაფინირებული ზეთის ეტიკეტები. და მსგავსი ვერაფერი ვიპოვე. ეგეთი წარწერა გავრცელებული რაფინირებული ზეთების ეტიკეტებზე არ არსებობს. ასე რომ ის აზრი, რომ რაფინირებული ზეთები ბავშვების საჭმელად არის უბარგისი, არის უბრალოდ ტყუილი და არანაირი მწარმოებელი ამას არ აწერს ეტიკეტზე. როგორც შემდგომ გამოვარკვია, მსგავსი წარწერა შეიძლება იყოს, ვიმეორებ, შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ზეთის ეტიკეტზე, რომელიც არის არარაფინირებული, ან რაღაც სპეციალური აი ფრიწიული ზეთები რომ არის. არ დაგვავიწყდეს, რომ სახლის ზეთსახდელი რაფინირებას არ ახდენს. შესაბამისად, მასში გამოხდილი ზეთი არ არის რაფინირებული და აქედან გამომდინარე ნაკლებად სასურველია პატარა ბავშვებისათვის. მაგალითად, არარაფინირებულ კახურ ზეთს არც თავად ვიყენებ ინტენსიურად, არც ხვას ვურჩევ. ბავშვებისათვის მით უმეტეს და მხოლოდ ხანდახან სალათებში ისიც ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვიყენო. არომატი აქვს ახლა, რაც მართალია. რაფინირებულ ზეთებს თავისი ცოდვები ეყოფა. მზესუმზირას და სიმინდის ზეთებში არის ჰექსანის მინარევი, დასაშვები არის 1 ppm, ანუ part per million, 1 ნაწილი მილიონზე, თუმცა რეალურად 0,1-დან 1-მდეა და ეს პარამეტრი რეალურად დაცულია. ეხლა უფრო არასასიამოვნოა კიდევ პალმის ზეთის მინარევის არსებობა. ახლა მოგახსენებათ, პალმის ზეთი იაფია და დიდია ცდუნება, რომ პალმის ზეთი გაურიო მზესუმზირაში, მაგრამ დღეს იმდენი საშუალებაა პალმის ზეთის აღმოჩენის, რომ მწარმოებელი და დისტრიბუტორი ძალიან დიდ შარში გაყოფს თავს. მაგრამ მე მგონი, რომ მაინც ყოფენ. მე პირადად არ ამჯერა, რომ დღევანდელი მზესუმზირას და სიმინდის ზეთებში პალმის არ ურევია. მოვიცლი მაგისთვისაც. თუმცა თბილისში იმდენია, ვისაც მაგამპის გამოკვლევა და გამორკვევა დოკუმენტალურად შეუძლია, რომ აქამდე რაიმე სკანდალი იქნებოდა. ახლა აი ტყვიაზე და სუნელებზე ხომ იყო რა. ამაზედაც ვიღაცა რაღაცას ატეხავდა და არაფერი არ გამიგია ჯერჯერობით. ანუ ერთადერთი, რისგანაც სახლის ზეთსახდელი გვიცავს, არის პალმის ზეთის მინარევი მზესუმზირა ზეთში. ახლა ჩვენ გამოხდელში იმედია არ შევურევთ პალმისას. ეხლა სახლის ზეთსახდელი გამოყავთ როგორც ჯანსაღი პროდუქტის მომცემი და მასში გამოხდილი ზეთი როგორც ჯანსაღი პროდუქტი, რაც რბილად რომ ვთქვათ, სწორი არ არის. მოგვიწოდებენ, რომ შევეშვათ რაფინირებული მზესუმზირა ზეთის ყიდვას და სახლში გამოვხადოთ ზეთი და ეხლა მოდი განვიხილოთ, რა შევყოფთ თავს. პირველი, სახლში გამოხდილი მზესუმზირას ზეთი, რომ ჯანსაღი პროდუქტი იყოს, ამისათვის მზესუმზირა უნდა იყოს ბიოხარისხისა და მოყვანის პროცესში არ უნდა იყოს დამუშავებული პესტიციდებით. რაფინირების პროცესში პესტიციდების უმეტესობა, სამწუხაროდ არა ყველა, მაგრამ უმეტესობა ნამდვილად აღარ ხვდება ზეთში, ანუ რაფინირების პროცესი ბევრი მავნე ნივთიერებისაგან ასუფთავებს ზეთს. სახლის ზეთსახდელი რაფინირებას არ ახდენს. შესაბამისად, ყველა პესტიციდი, რაც მზესუმზირაშია, ან გინდა სხვა ზეთის შემცველ მცენარეში, ხვდება ზეთში. შემდეგ
მზესუმზირას ფასიდან გამომდინარე, ცივი გამოხდის ზეთი გამოვა არაფინირებულ ზეთზე 3-ჯერ ძვირი, ცხელი გამოხდისა დაახლოებით 2-ჯერ ძვირი. ეხლა ვიტამინები ცივი გამოხდის ზეთში უფრო მეტია ვიდრე ცხელი გამოხდის ზეთში და ბევრად მეტი ვიდრე რაფინირებულ ზეთში. რა თქმა უნდა, ეს ზეთსახდელი სასარგებლო არგუმენტია, მაგრამ ზეთის ვიტამინების მისაღებად არ ვიყენებთ ზოგადად რა. ვიტამინები არის იმ სალათაში, რომელსაც ზეთს უბრალოდ ვუმატებთ გემოვნებისათვის. შემდეგ, კარგად უნდა გავარჩიოთ და ეფექტურად დაობების გარეშე შევინახოთ ის მასალა, საიდანაც ზეთს ვხდით, თორემ თუ დაგვიობდა, აფლატოქსინს მივიღებთ ზეთში. რაფინირება 100%-ით გამორიცხავს აფლატოქსინის ზეთში მოხვედრას. და თქვა სახლში გამოხდა არანაირად. ეხლა მზესუმზირას დიდი რაოდენობით შენახვა და გარჩევა ეს ცალკე ერთი დიდი საქმე გახლავთ. შემდეგ, სახლის ზეთსახდელი არ არის ის მოწყობილობა, რომ რაფინირებული ზეთი შეცვალოს. როგორც კი დაიწყებთ მის ხანგრძლივ ყოველდღიურ ექსპლუატაციას, ის მალე გამოვა მწყობრიდან. ეს მაცივარი არ არის, რომელიც 10 და მეტი წელი ინტენსიურად მუშაობს. ეს მოწყობილობა ინტენსიური მუშაობისას, რა ვიცი, ახლა 3 წელი თუ გაძლო, ალბათ დიდი მადლობა უნდა უთხრათ. და ბოლოს ინტენსიური მოხმარებისას მნიშვნელოვნად გაგეზრდებათ ელექტროენერგიის ხარჯები, იქ მარტო პრესი კი არ ამუშაობს, არამედ ათბობს კიდევაც, ხომ? ასე რომ ელექტროენერგიის ხარჯი საკმაოდ დიდი გვექნება. და ბოლოს მაშურისთვის არის ეს ზეთსახდელი. ჩემი აზრით ეს არის მოწყობილობა დელიკატესური ზეთების, ნიგოზი, ნუში, თხილი, ქინძი და ამ შემდეგ ნაირ-ნაირი ზეთების მისაღებად. ასეთი დელიკატესური ზეთებით შეიძლება შევქმნათ კულინარული შედევრები და გავიხალისოთ ცხოვრება. ასე რომ ეს არის შესანიშნავი დანამატი კარგ სამზარეულოში და არავითარ შემთხვევაში სამრეწველო ინსტრუმენტი გვების მრეწველობის შესაძლებლად. ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ ამ ზეთსახდელის ყიდვისასწორად. მე თვითონაც გეგმაში მაქვს და უახლოეს დღეებში ვაპირებ შეკვეთას. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.